თქვენთვის რა მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა 1998 წელი? 1998 წელი ბევრი მნიშვნელოვანი მომენტით გამოირჩა. პირველ რიგში იმით, რომ სტაბილიზაცია არის ქვეყანაში შედარებით იმ წავეწინა პერიოდებთან, რომელიც გადავიტანეთ. მე მხედველობაში მაქვს წესრიგი, დისციპლინა, საშუალება მოგვეცა ნორმალური მუშაობის, მგზავრობის და ქალაქში გამოსვლის ერთმანეთთან კონტაქტის დამყარების ჩვენ ვიცით, რომ 5 საათის შემდეგ ზამთრის დღეებში განსაკუთრებით მთელი ქალაქებში წვიმაში ვიხდებოდა ხოლმე, აუცილებელი შემთხვევა თუ იქნებოდა ან სამედიცინო დახმარება, ან სხვა რამ დასჭირდებოდათ ოჯახებში გასვლა და ამ მხრივ ეს უკეთესობა იგრძნობა და ქუჩის საშინელი ტერორის ქვეშ აღარ არის ადამიანი, თითოეულმა ჩვენთაგანმა გადავიტანეთ ეს და გამოვცადეთ ჩვენ საკუთარ თავზე. ასე თუ ისე სასწავლო პროცესი, მე იცით თქვენ მეცნიერი ვარ და უმაღლეს სასწავლებელში ვკითხულობ ლექციებს. სასწავლო პროცესები ნორმალურად წარიმართა, ნორმალური სწავლების საშუალება მოგვეცა 7 ლექციის ჩატარების და აღვადგინეთ როგორღაც ეს პროცესები ნორმალური მსვლელობა მიეცა მათ და სამეცნიერო მუშაობისათვის ამოვისუნთქეთ საშუალება მოგვეცა კონფერენციების ჩატარებისათვის და სტუდენტური ცხოვრება უფრო გავანგრავალფეროვანად კულტურული ღონისძიებებით ბევრი ლამაზი საღამოები ჩატარდა და აი ამ საინტერესო რაც შეეხება პირად ცხოვრებას არც პირად ცხოვრებაში არ იყო ეს წელი ჩვენთვის უმნიშვნელო ოჯახისათვის იცით თქვენ ეს მურთაზ ლიპარტელიანის ოჯახია ეს იყო ადამიანი რომელიც მრავალი წელი ემსახურა ხაშურს თავისი პროფესიითაც და ერისკაცობითაც და მე ძალიან მიხარია რომ მისი პროფესიით ჩემი ხალხის სამსახურში და ყველაზე წმინდა ჩემთვის არის ჩემი სამშობლო, ჩემი ქალაქი და ჩემი ხალხი, ჩემი ხაშურელი ხალხი ამ ძნელბედობის შამს ასე შეჭირვებული და ყველაზე მეტად მათ ახლა სჭირდებათ მალამოთ ფულზე მოწყობა ადამიანის სითბოსის, სიყვარულის, ერთგულებისა და ასე მგონი ამ მხრივ ძალიან დააკლდა მურთაზ ლიპარტელიანი ქალაქს. მე მიხარია რომ მის პროფესიაში ჩემი ოჯახიდან კიდევ ერთი ადამიანი ემსახურება ჩემს ქალაქს, ეს არის ჩემი რძალი, ვაჟიშვილის მეუღლე ქალბატონი მზია კაპანაძე, ახლა მზია ჩემს გვერდით არის. იგი მეან გინეკოლოგია, ხაშურის სამშობიარო სახლის ექიმი გახლავთ. ისეთ ლამაზ პროფესიას, რომელიც სიცოცხლის დაბადება, ალბათ ულამაზესი პროცესი, უფრო უკეთესი არ არსებობს ამ ქვეყანას, ემსახურება და მე მიხარია ის რომ მას სტილი მუშაობის აქვს ისეთი როგორც ტრადიციის, როგორც ჩვენი ოჯახის ტრადიციის მქონე ტრადიცია იყო და მურთაზ ლიპარტელიანს ჰქონდა, ეს არის იცის რომ უანგაროს უნდა ემსახუროს ადამიანებს და ამ შეჭირვების შანს ყოველგვარი სიკეთე უნდა გააკეთოს მათთვის და მე როცა მადლიერებით მხვდებიან ჩემი მეგობრები სრულად უსხო ადამიანები და ამას გამოხატავენ საოცრად აფრთხილანებული ვჩები და დღეს პირველად ვეუბნები ამის შესახებ მადლობას მზიას და მიხარია ისიც რომ ის საოცარი მოვლენაა რომ თქვენ იცით ადრე ინსტიტუტიდან არ ხდებოდა პროფესიაში დაოსტატება, კვალიფიკაცია შემდგომ გადიოდა სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. აი მზია პირველი თაობაა იმ ექიმებისა, რომელმაც ჩაჩავას კლინიკაში სტუდენტობის პერიოდიდანვე გაიარა გინეკოლოგიაში კვალიფიკაცია, მე გინეკოლოგიაში და მოვიდა დიპლომით გინეკოლოგად პირველი ინსტიტუტიდან ხაშურის სამშობიარო სახლში. მე კი არ გააკეთა ეს კვალიფიკაცია, იქიდანვე მოვიდა. შემდეგ რა თქმა უნდა ბატონ პალიკო კინტრაიასთან ისე კურსი და ციკლები გაიარა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი მერცხალია ამ მხრივ და როგორც ამბობს მოსახლეობა არც თუ ცუდი დებიუტი აქვს და მე ძალიან მიხარია რომ მურთაზ ლიპარტელიანის ოჯახიდან ჩემი ხალხის სამსახურში მედიცინის დარგში მადლიერების სიტყვები ისევ ისმის
ადამიანებისა და ისე უკეთებს ამხრივ ეს ოჯახი სიკეთეს ხაშურს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის ფაქტორი, რომ ჩემმა ქალიშვილმა ნინო ლიპარტელიანმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. იგი ფინანსისტი გახლავთ და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. წელს ჩემთვისაც სასიხარულო ამბავი იყო ჩემი წიგნის გამოსვლა, აი ხო მე მაგიდაზე მაქვს ეს წიგნი, ეს მხოლოდ შენთვის, ჩემი ლექსების კრებული გამოიცა. ეს დიდი დამსახურება ქართლის გუბერნატორის ბატონ ირაკლი ბოჭორიძის პრეზიდენტის წმუნებულში და ქართლში სიყვარულით ასე გუბერნატორს ვეძახით ხოლმე ბატონ ირაკლი მისი თანადგომის, მისი დაჟინების რომ ეს წიგნი უნდა დაბადებულიყო და აი ამის პრეზენტაცია შედგა გორის თეატრში. ეს ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო, ძალიან მადლობელი ვარ მე იმ ქალაქის, ძალიან დიდი სისხლო და სიყვარული გამოხატეს. შემდეგში თუ თქვენს ტელევიზიას, ხაშურის ტელევიზიას ამის სურვილი ექნება, ეს კადრზე გადაღებულია და შეიძლება თუ მოსახლეობას დაინტერესდება ვაჩვენოთ. ამ წიგნის მხატვარი არის ჩემი ქალიშვილი. იგი კარგი ფერმწერიც არის, გარეკანზე მისი სწორედ ერთ-ერთი ტილოა სამყაროსებდა და შემისი ფერწერული ტილოების პრეზენტაციაც იყო აქ და ძალიან სასიხარულოა ეს ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც ეს წელიწადი, რომ ჩემო ვაჟიშვილმა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ოფიცერი გახლავთ, მიიღო წოდება და აიმაღლა კვალიფიკაცია. არ ვიცი, აი ასე ყველა ერთად ისევ ჩვენი ქალაქის მოსახლეობის სამსახურში ვართ და ალბათ სხვა ბედნიერება არ არსებობს, რადგან ერთადერთი ფუფუნება ეს ადამიანთა ურთიერთობაა და ამაზე მაღალი ღირებულება არ შექმნილა და რომ ეძებოს ვინმე რიყმა ალბათ ვერც იპოვეს. ეხება ჩემს ლექსს მე მას ისე კარგად ვერ ვკითხულობ, როგორც ჩემი გვანცა და გვანცას მივცეთ საშუალება ხაშურს მიულოცოს ახალი წელი. აბა გვანცა. ხაშური. შენახარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური, ლაშობს ნიშნავსო, საბაიტყვის თურმე ხაშური. აქ თრიალეთზე ღრუბელს წეწავს სული წარმართი, ცრემლი გვადიქცა, ქვამარილი ვეღარ წაგვართვეს, შენ სიყვარული იცი კაცის უხთოთ მართალი, და მე მოწმება ძველთაძველი წამის ტაძარი, არხის ოთხთავი, შეგვინახე ნეტავ რაძალით და დიდ ექვთიმეს მოუყევი როგორც ხაპარი, ადგილის თეთავ, ჭრილობაში შენი მარილით. მე საქართველოს ყველა საძმო გულით ვიწამე, თუ ვერ შეგწირო სიყვარული სულს ჩატანილი, ერთი წუთითაც თუ მეცოცხლოს მშობელ მიწაზე, ძვალ შესალაგი შენი წახulis ისე დიდია, რომ მისი მადლი ვეღარ ზიდა მარტო სოფელმა, დიდი დავითი მოგვიახლა როგორც მინდია და გვაღიარა ურჩულოთა უარყოფილმა, შენახარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური, ჩემო სახატევ წაგლიკავდა აბა რაშური, ტლად დაგედები სიყვარულში რომ ხარ საშური, ლაშობს ნიშნავსო, საბაიტყვის თურმე ხაშური. დიდი მადლობა. დირიჟორისიდან იქნებს ხილს, გაზაფხულის სისარტყელებს ჩანჩქერებას გულის, მშობლიურითა დამწერლო ორკესტრივით გულს, გაუმაჯო საქართველოს ამღერებულ გულს.